როგორ შეიძლება რომ ბიჭმა ფულისა და კავშირების გარეშე შექმნას მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საათების ბრენდი, Rolex. ზოგადად Rolex-ის ისტორია სავსეა საიდუმლოებებით, მითებით. დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით Rolex-ის შექმნის ისტორიას, როგორ გადაიქცა იგი პრესტიჟის სიმბოლოდ და რატომ ღირს სინამდვილეში ასე ძვირი, რა ხდის მას განსაკუთრებულს. Rolex-ის ისტორია იწყება Hans Wilsdorf-ით, იმ ადამიანით, რომელმაც მექანიკური საათის იდეა გადააქცია ბიზნესად. Hansi დაიბადა 1891 წელს გერმანიაში. ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა მზრულ მშობლებთან, სიყვარულით სავსე ოჯახში იზრდებოდა, მაგრამ მხოლოდ 12 წლამდე 12 წლის იყო, როცა მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, რამოდენიმე თვეში ორი მშობელი გარდაიცვალა და დარჩა სრულიად მარტო. ბიძებმა ის წაიყვანეს სკოლა-პანსიონში, სადაც თავიდან ძალიან გაუჭირდა, იყო ჩუმი და ჩაკეტილი ბიჭი, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ერთადერთი გზა ამ ტკივილის დასაძლევად იყო სწავლა. და ამიტომ მთელი ძალით ჩაეფლო სწავლაში, ხოლო განსაკუთრებით ენების შესწავლას უთმობდა დროს. ის თავისუფლად ლაპარაკობდა გერმანულად, ინგლისურად, ფრანგულად. ამ უნარმა შემდეგ მის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. სწავლის დასრულების შემდეგ Hansi წავიდა შვეიცარიაში და დაიწყო მუშაობა კომპანიაში, რომელიც იყო მსხვილი ექსპორტიორი და სხვადასხვა ტიპის GB საათებს აწარმოებდა და ყიდდა მთელს მსოფლიოში. Hansi მუშაობდა კლერკად და კორესპონდენტად, თუმცა ამ უბრალო პოზიციამ მის ცხოვრებას შეუცვალა მიმართულება. ის ყოველდღე ეხებოდა საათების წარმოებას, სწავლობდა მექანიზმებს, აკვირდებოდა ხარისხს და ნელ-ნელა გიждდებოდა ამ საქმეზე. საათების მექანიკა მისთვის იქცა მიზნად, უნდოდა რომ შეექმნა სრულყოფილი საათი, იდეალისტი იყო თავიდანვე ახალგაზრდობიდან. 1903 წელს გადავიდა ლონდონში, სადაც უფრო მნიშვნელოვან პოზიციას დაიწყო მუშაობა გაყიდვებსა და კლიენტებთან ურთიერთობაზე. იქ მან ისწავლა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ საუკეთესო პროდუქტი ვერაფერს მიაღწევს თუ მასზე სწორად არ იფიქრებ როგორც ბრენდზე. ასევე Hansმა დაინახა როგორც სულიდა მარკეტინგი ზოგადად კომპანიის ბედს და გადაწყვიტა რომ თავისი ცოდნა საკუთარ საქმეში გამოეყენებინა და 24 წელს ასაკში, საკმაოდ ახალგაზრდა 1905 წელს დაარსა საკუთარი კომპანია Wilsdorf და Davis. Davis მის პარტნიორი გახდა, როგორც მიხვდით, Alfred Davis და ერთად დაიწყეს შვეიცარიული საათების იმპორტი ინგლისში. მაგრამ იმ დროს, როგორ იყო ზოგადად საათები, შესაძლოა რომ თუ უბრალოდ თავის მაყურებელიც მიყურებს, ახსოვდეთ, რომ ადრე ყოველ შემთხვევაში არსებობდა GB საათებიც, ხელზე არ იკეთებდნენ საათებს, მამაკაცები GB საათებს ატარებდნენ, ხოლო ქალებისთვის იყო პატარა ხელზე გასაკეთებული სამაჯურიანი საათები. ხოლო Hans ჰქონდა ხედვა, რომ სამომავლოდ საათები, მამაკაცის საათები, მხოლოდ მაჯის იქნებოდა და მან გადაწყვიტა, რაც ალბათ ყველა ენტერპრენერს აერთიანებს, რომ ყველა ენტერპრენერს აქვს ხედვა და ისინი თავის ხედვას მიხვდებიან, მან გადაწყვიტა, რომ გაებედა და შეექმნა ისეთი საათი, რომელიც იქნებოდა ხელზე სატარებელი. თავიდან, რა თქმა უნდა, ეს იდეა გარშემოყოფებმა დაუწუნეს, თქვეს, რომ სისულელე იყო, თქვეს, რომ საათი არ იქნებოდა გამძლე, ან არ გაამართლებდა, რადგან ყველა მიჩვეული იყო იმას, რომ GB საათი უნდა ყოფილიყო. მაგრამ Hansi არ გაჩერებულა, რა თქმა უნდა, გახლა თავის ხედვას, თავის მთლიანი დანაზოგი, რაც ქონა ბიუჯეტი დახარჯა ყველაზე დიდ შეკვეთაზე, რაც კი ოდესმე გაუკეთებია, მაჯის საათში გააკეთა all-in ფსონი და მიჰყვა თავის ხედვასა და იდეას. მას შემდეგ, რაც გააკეთა შეკვეთა და გადაწყვიტა, რომ ხელი საათები ეწარმოებინა, სჭირდებოდა სახელი, მოკლე, ელეგანტური, მარტივი წარმოსათქმელი ნებისმიერ ენაზე. ამბობენ, რომ სტადა 1000 კომბინაცია სანამ ერთ დღეს თითქოს გენიალურ ჩაშურშულა Rolex-ი უნდა დარქმეოდა საათს, თუმცა ჩემი აზრით Rolex-ი უბრალოდ მოდის Royal family-დან, ან სიტყვა Royal-დან, სამეფოს რაც აღნიშნავს, ლოგოც ასოციაციას მასთან იწვევს, თუმცა ეგრე ამბობენ, რომ რაღაც გენიალურ ჩაშურშულა ეს Rolex-ი საათი, ის იყო მოკლე, ადვილად დასამახსოვრებელი და გადაწყვიტა, რომ კომპანიისთვის Rolex-ი დაერქმია. რეალურად სახელი ჟღერადობით გადმოსცემდა ძალას. მოკლე, შექმნეს ლოგოც და ასე დაიბადა Rolex-ი და კომპანიას დაერქვა Rolex Watch Co. Ltd. 1910 წელს Rolex-ი გახდა პირველი ხელზე სატარებელი საათი, რომელმაც მიიღო შვეიცარიული სიზუსტის სერტიფიკატი. 1914 წელს კი ბრიტანეთის ობსერვატორიამ Rolex მიანიჭა A-class სტატუსი, რაც მანამდე არც ერთ მაჯის საათს არ ჰქონდა მიღებული. Rolex-ი უკვე ცნობილი იყო როგორც ხარისხის სინონიმი, მაგრამ იმავე წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. ამ დროს Rolex უკვე 60 თანამშრომელი ჰყავდა ლონდონში, მაგრამ რადგან Hansi იყო გერმანელი, ბრიტანეთში მის წარმომავლობა პრობლემად იქცა. გარდა ამისა, მთავრობამ დააწესა 33%-იანი გადასახადი ყველა იმპორტირებულ საქონელზე.
ჰანსმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ კომპანიის ცენტრი გადაიტანა შვეიცარიაში, ნეიტრალურ ქვეყანაში და რეალურად ამ ნაბიჯმა გადაარჩინა და გადამწყვეტი ეს ნაბიჯი აღმოჩნდა Rolex-ის როგორც კომპანიის არსებობის ისტორიაში. როცა სხვა კომპანიები ომის დროს გაკოტრდნენ, Rolex-მა მოიგო ბაზარი, რადგან სამხედროები მას იყენებდნენ, იმიტომ რომ ზუსტი იყო და თან საიმედო იყო. ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, რომ ადრეულ ასაკში მიხვდა ჰანსი, რომ მარკეტინგი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გენიალური მარკეტინგი ჰქონდა Rolex თავიდანვე. მარკეტინგი და ბრენდინგია ის, რაც Rolex ყიდის იმაზე უფრო ძვირად და ალბათ 10-ჯერ და 20-ჯერ უფრო ძვირად, ვიდრე მისი დამზადება ჯდება. მარკეტინგი, ბრენდინგი და შეზღუდული რაოდენობა და დიდი მოთხოვნა, რომელსაც მარკეტინგი და ბრენდინგი ქმნის ამ შეზღუდულ რაოდენობაზე. მაგრამ, როგორ იწყებოდა Rolex-ის მარკეტინგი? 1920-იან წლებში ჰანს უნდოდა, რომ საათი გამბედაობასთან, სიმამაცესთან ყოფილიყო ასოცირებული და წარმატებასთან ზოგადად. ამიტომ მან Rolex-ი დაურიგა პილოტებს, მძღოლებს, მფრინავებს, სპორტსმენებს, ყველა ვინც ასოცირდებოდა გამბედაობასთან, წარმატებასთან და რაღაცის მიღწევასთან. ეს მის პირველი გენიალური ნაბიჯი იყო ალბათ მარკეტინგში. ხოლო 1926 წელს შექმნა მსოფლიოში პირველი წყალგაუმტარი საათი Rolex Oyster-ი და მარკეტინგის შოუთი გაყიდა იდეაში ეს საათი. მან დაარწმუნა სპორტსმენი ქალი, რომელიც აპირებდა ინგლისის არხის გადაცურვას, რომ Rolex-ი ეტარებინა ხელზე. 10 საათიან ცურვის შემდეგ, როცა წყლიდან ამოვიდა ინგლისის არხი, როცა გადაცურა ამ ქალბატონმა, საათი მუშაობდა იდეალურად. და ეს ამბავი მოხვდა ყველა გაზეთში. ანუ წარმოიდგინეთ საათიდან, რომელიც ჯიბეში ედოთ და ეგონათ, რომ ხელზე გამძლე საათი ვერ იმუშავებდა, მან შექმნა საათი, რომელთაც შესაძლებელი გახდა სრუტის გადაცურვა და ეს საათი სრუტიდან ამოსვლის შემდეგ იდეალურად მუშაობდა. ასევე Rolex-მა დაიწყო ვიტრინებში საათების ჩვენება აკვარიუმებში, ნამდვილ თევზებთან ერთად, რაც შთამბეჭდავი მარკეტინგი იყო. ხოლო 1931 წელს, როცა Rolex შედარებით გაფართოვდა, მან შექმნა პირველი მექანიზმი perpetual rotor-ი, რომელიც საათს ავტომატურად აყენებდა და შემდეგ გამოუშვა Datejust-ი, პირველი საათი, რომელიც ავტომატურად აჩვენებდა თარიღსაც. ამასობაში, ის რა თქმა უნდა, ინოვაციებს არ წყვეტდა, მაგრამ დაახლოებით მაგ პერიოდში გარდაიცვალა ცოლი, რომელიც მისთვის ერთ-ერთი ერთგული ადამიანი იყო, ვინც მას ბოლომდე მხარს უჭერდა და 63 წლის ასაკში დარჩა მარტო შვილების გარეშე. და ამის შემდეგ ბუნებრივია დაიწყო ფიქრი იმაზე, რა მოვიდო და მის კომპანიას მისი სიკვდილის შემდეგ. როგორც ხედავთ, Rolex-ი დღესაც წარმატებით აგრძელებს ოპერირებას და ეს მისი დამსახურებაა და იმ საფუძვლის, რომელიც მან თავის დროზე ჩაუყარა. 1956 წელს შექმნა Hans and Wildorf-ის Foundation-ი და Rolex-ის 100%-იანი წილი გადასცა ამ ფონდს. დღემდე Rolex-ი მთლიანად ამ ფონდს ეკუთვნის, არ ყავს აქციონერები, არ აქვეყნებს ფინანსურ ანგარიშებს და თითქმის არაფერია ცნობილი მისი შიდა საქმიანობის შესახებ. ანუ რეალურად არის დახურული და საიდუმლო ბიზნეს მოდელი 1950-იანების შემდეგ. მანქანაც ეგრე იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დღეს დიდი კომპანია, დღემდე ეგრე გრძელდება. Saber-ის ბოლო წლებში საფუძველი ჩაუყარა Foundations, რომელმაც Rolex მოიყვანა აქამდე და რომელიც კიდე ძალიან შორს აიყვანს ან დიდ ხანს დაიყვანს ამ კომპანიას. 1970-იან წლებში ბაზარზე გამოჩნდა IAP ელემენტზე მომუშავე საათები, კვარცის რევოლუციას უწოდებენ მაგ მომენტს. ბევრი შვეიცარიული კომპანია გაკოტრდა, თუმცა Rolex-ი გადარჩა. რადგან მუშაობდა ზუსტად და ყიდდა არა საათს, არამედ სტატუსს. ამით მივდივართ იმ ლოგიკურ კითხვამდე, თუ რატომ ღირს Rolex-ი ასე ძვირი? რადგან Rolex-ი ეს არ არის მარტო საათი. ანუ საათს საერთოდ არ ყიდიან, იდეაში ყიდიან სტატუსის სიმბოლოს. მას ატარებდნენ ჯონ კენედი, მარტინ ლუთერ კინგი, ჩერჩილი და კიდე ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი და დღეს ბევრი ცნობილი ადამიანი ატარებს. Rolex-ი გახდა წარმატების ელიტის და ზოგადად კლასის ნიშანი. კომპანია სპონსორობას უწევდა Formula 1-ს, გოლფს, ცხენოსნობას და ყველა ელიტარულ ივენტს. მიუხედავად იმისა, რომ Rolex-ი მართლაც მაღალი ხარისხისაა, ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ის თვითღირებულება შეიძლება იყოს $700, როცა ყიდიან $7,000-თან მეტად. დანარჩენი ყველაფერი არის მარკეტინგი, ბრენდინგი და რეკლამა. და რეალურად მთელი ხრიკიც მაგაშია, რომ Rolex-ის ფასი დიდწილად მოდის არა ხარისხისგან, არამედ შექმნილი აღქმით, რომ ეს არის ბრენდი, რომელიც საათს კი არ ყიდის, წარმატებას და სტატუსს ყიდის. და ადამიანების წარმატებას და სტატუსს უფრო მეტ ყიდულობენ, რა თქმა უნდა. ასევე, ყოველ წელს Rolex-ი აწარმოებს დაახლოებით 1 მილიონ საათს, თვითონ აქვს შეზღუდული ეს რაოდენობა, მაშინ როცა მოთხოვნა ბევრად უფრო მაღალია. და რატომ არ ზრდის წარმოებას? იმიტომ რომ დეფიციტი ქმნის სურვილს. სპეციალურად ამცირებს Rolex მიწოდებას, რათა შეინარჩუნოს ექსკლუზიურობა და მაღალი ფასი. იმიტომ რომ როცა რაიმე ძვირია და იშვიათია, ის ხდება უფრო სასურველი და სწორედ ამიტომ Rolex-ი არ აწყობს არც ფასდაკლებს, არც ონლაინში არ ყიდს, არც უშვებს IAP მოდელებს. ყველაფერი იმართულია იმაზე, რომ შენ იგრძნო, თითქოს ეს საათი მხოლოდ რჩეულთათვის არის. Rolex-ი დღეს ამ სტრატეგიაზე, დეფიციტის სტრატეგიაზე და იმაზე, რომ თვითონვე ქმნიან ბაზარზე დეფიციტს თალკე ვიდეო ჩაწერა
რა შეიძლება. თუ დაგაინტერესებთ, დამეკომენტარით და მაგაზეც ცალკე ვიდეოს გადავიღებ დღეს როგორ მუშაობს ეგ მარკეტინგი და დეფიციტის სტრატეგია. ეს უფრო ესეთი ისტორიული ნაწილია Rolex-ის შექმნის. საიდანაც სამი რამ შეგვიძლია რომ ვისწავლოთ. პირველი, ზოგადად ბრენდი იბადება ხედვით და არა ფულით. ანუ შენ თუ რაიმე ხედვა გვაქვს, მას უნდა გახვე. მეორეს რაც შეეხება, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს მარკეტინგი, ისეთვე მნიშვნელოვანი როგორც პროდუქტი და მესამე რაც შეგვიძლია ვისწავლოთ, ექსკლუზიურობა ყოველთვის სჯობია ხელმისაწვდომობას. ნუ მსგავს ტიპის პროდუქტების შემთხვევაში მაინც. იმიტომ Rolex-ი დღესაც არის სიმბოლო არა დროის, არამედ ძალაუფლების, სტატუსის, ბიზნესის და ნუ ეს შექმნა ჩვეულებრივმა ბიჭმა გერმანიიდან, რომელსაც არც მემკვიდრეობა ჰქონდა, არც კავშირები არ ჰქონდა, არც ფული არ ჰქონდა და ამ ვიდეოს მიზანიც იდეაში ინსპირაცია. თუ მოგწონთ მსგავს ტიპის ვიდეოები, პირველ რიგში გამოიწერეთ არხი და დააკომენტარეთ. რამდენ პროცენტს არ აქვს არხი გამოწერილი, არ ვიცი, ეგ სტატისტიკა არ მინახავს და ამიტომ არ ამოვანათებ. თუმცა თუ მსგავსი სტილის ბიზნეს ისტორიები გაინტერესებთ კომპანიების დაარსების შესახებ, დააკომენტარეთ და აუცილებლად გავაგრძელებ ამ რუბრიკას. მადლობა ყურადღებისთვის.